აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დავით ხალვაში მეტსახელად ქელფეთა საქართველოში ბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. საქართველოს თურქეთის საზღვართან იმყოფებოდა ჩემი კოლეგა ნონა დიასამიძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნონა, რა ინფორმაციას ფლობ? მოგესალმებით სოფო გიორგი დიახ, ასლან აბაშიძის დაცვის უფროსის დავით ხალვაშის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია სწორედ დღის მეორე ნახევარში გავრცელდა მედია საშუალებების ინფორმაციით. თუმცა ამ დრომდე ის საქართველოში არ დაბრუნებულა. ადგილზე მობილიზებულია სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე პოლიცია. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე. გადმოკვეთ თუ არა საზღვარს დავით ხალვაში ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ხალვაშის ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ დავით ხალვაში საქართველოში საკუთარი სურვილით ბრუნდება და მოითხოვს მისი საქმის გადასინჯვას. მას 2005 წელს ბრალი წაუყენეს აჭარაში უკანონო შეერაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით, ასევე ბრალი ედებოდა კმარას და ჩვენი აჭარას აქტივისტების დარბევაში. გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოვეხმაურნენ კმარას ყოფილი აქტივისტები ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე ქართული ოცნების წევრები. Აქტიური მონაწილე ვიყავი ასე ვთქვათ ოპოზიციური მიტინგებისა და პიროვნულად ამ კაცის გვერდსახელი კარგად არ მახსოვს და არც სახე მახსოვს. საერთოდ ნებისმიერი ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებას ასე თავადღებულობს. მე არ გამორიცხავ მის შესაძლებლობას, რომ ეს კაცი თვლის, რომ სამართლიანი სასამართლო არის საქართველოში და დაბრუნდა. მე ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რახან ეს კაცი არის ასე ვთქვათ ბრალდებული და ის ფიქრობს, რომ ამისგან უნდა გათავისუფლდეს, ეს არის მისი გადასაწყვეტი. დარჩა აბაშიძის ჩამოსასვლელი და ჩამოვა. ყველაფერი რა თქმა უნდა ერთიც რომ დღევანდელი ხელისუფლება იძახის, რომ ჩვენ კურსი გვაქვს ევროპისკენ და ნატოში გაწევრებისკენ, მეორე არის რომ რუსეთიდან მოემართება ის ძალა, რომელიც რა თქმა უნდა გაატარებს რუსულ ინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ დაკვეთით მოდიან ეს ადამიანები საქართველოში ბრუნდებიან. დღეს კმარას აქტივისტებმა დარბევის დღეს გაიხსენეს. მიდია სიხარულიძე ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს. გეთა დარბევა ასევე იყო დაშინებები, მუქარები, სახლში მისვლები, დავით ხალვაშის სახლთან. გამიწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა რამცემეს ხელკეტებით, ეგრეთ წოდებული დუბინგებით. აბაშიძის რომელიც გასდა შავი დუბინგებიდან გარედან რეზინაშკინი დარკინი. გამიკეთა თბილისში ოპერაცია ფეხზე. თავის დროზე თავისთავად იყო დაკითხვები, რამოდენიმეჯერ მოგვიწია თბილისში ჩასვლაც და თუ კი საჭირო იქნება ხელმეორითაც კიდევ მზადვართ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ. სარფის საბაჟო პუნქტთან ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები და ჟურნალისტები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანამდე არ დატოვებს თურქეთის ტერიტორიას არ გადმოვა საქართველოში დავით ხალვაში, სანამ სარფის მიმდებარე ტერიტორიას მედიის წარმომადგენლები არ დატოვებენ.